მოგესალმებით მეგობრებო, განათლებული პედაგოგების პოლიტიკური ტერორი სტუდენტებზე და მოსწავლეებზე. პოლიტიზირებული თაობა. საჯარო სექტორში დასაქმებული მასწავლებლების სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. კლასიკური ნეპოტიზმი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. მოძალადე დეკანი მამუკა ჯორბენაძის დასაქმებული ნათესავები, მათ მიერ ანგაჟირებული სტუდენტური თაობა. დამახინჯებული განათლების სისტემა, სამარცხვინო მასწავლებლები, სამარცხვინო ლექტორებით. ბათუმის პირველი საჯარო სკოლა, თუმის ევრო 2000 სკოლა, რომელიც აქტიურად არიან ჩართული მიტინგებში და აორგანიზებენ მოსწავლეებს და წარმოგიდგენთ მასწავლებლებს. ხათუნა ხუნდაძე, ნანა ჩხარტიშვილი, რუსა აბუსელიძე, სულხან ოქროპირიძე, ნოდარ ბერიძე, სოფია ხინკილაძე, ნინო ლიკუჩავა, ნანი ცხეცხლაძე, იმედა აბუსელიძე. ეხლა წარმოგიდგენთ ბათუმის საჯარო სკოლებს, სადაც ზოგი დირექტორი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ასევე ზოგი პედაგოგი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებსაც დასაქმებულები ყავთ ბიბლიოთეკაში, სავაჭრო ბუფეტებში, თავისი ნათესავები და ასე შემდეგ, ურეცხავენ მოსწავლეებს, ტვინებს და მოუწოდებ სახელმწიფოს დროულად დაიწყოს გამოძიება და აუცილებლად გაანთავისუფლოს საჯარო დაწესებულებებისგან მსგავსი მასწავლებლები და მსგავსი დირექტორები. წარმოგიდგენთ სკოლებს, მეგობრებო. მე-14 საჯარო სკოლა, მე-16 საჯარო სკოლა, მე-15 საჯარო სკოლა, მე-8 საჯარო სკოლა, მე-17 საჯარო სკოლა, მე-6 საჯარო სკოლა და ასე შემდეგ. ამ სკოლებში უნდა გადამოწმდეს აუცილებლად მასწავლებლებიც და მათ შორის დირექტორებიც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საპროტესტო აქციებში. ეხლა წარმოგიდგენთ 4 ოდიოზურ მასწავლებელს, რომელიც ბათუმში აორგანიზებს მიტინგებს და მოუწოდებს მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომ ჩაერთონ საპროტესტო აქციებში. და მას ასე. თამთა კვარაცხელია, თიკო გიორგაძე, მარინა გიორგაძე, ქეთევან ვაჩეიშვილი. ეხლა კი თბილისის ამერიკული აკადემია და მისი სწავლის მეთოდები. ინტერვიუ მოსწავლის მშობელთან, რომელმაც გაამხილა ამ აკადემიის სწავლის მეთოდები და ამხილა კონკრეტული მასწავლებლები. წარმოგიდგენთ ინტერვიუს. კონფიდენციალურობა დაცულია, თხოვნის შედეგად არ ვასაჯაროვებ ამ ქალბატონის სახელგვარს, თუმცა წავიკითხავ მის მოწერილს. ამერიკული აკადემია თბილისში ლისის ტბასთან, რომ არის რეალურად ხაზარაძის მფლობელობაშია. საშინელი ტვინის რეცხვა ხდება სკოლაში. დასცინიან რელიგიას, დასცინიან სულიერებას, დასცინიან ყველაფერ ეროვნულს და ამას აკეთებენ პედაგოგები. წარმოგიდგენთ პედაგოგს ლევან ღამბაშიძე, ახალგაზრდა ბავშვებს ვითომ უმეგობრდება, ვითომ მაგათი თანამოაზრეა. TV ფორმულას ისტორიკოსად და ექსპერტად უზის ეთერში. ბავშვი სკოლაში სასწავლებლად შევიყვანე და ხატ მებრძოლი გამოვიყვანეო. ასეა სწორედ. მე შევძელი და მყარად ვიდექი ჩემი შვილების სადარაჯოზე და მე ისინი გადავარჩინე. მთელი ამ სკოლის კურს დამთავრებულები ყველა აქციის ძირითადი მონაწილეები არიან. სკოლიდანვე მოუწოდებდნენ წლების წინ ხან რა აქციაზე წასვლას და ხან რას. ის რომ არატრადიციული ორიენტაცია კარგია, ამაზე ცალკე მუშაობენ. მოკლედ სკოლა კი არა, ბრბოს გამოსაზრდელი დაწესებულებაა. წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ინტერვიუს თბილისის 28 საჯარო სკოლიდან. მოგესალმებით, გილოცავთ ჩობა ახალ წელს. თბილისის 28 საჯარო სკოლა. პრობლემა პედაგოგს უკრძალავს დირექტორის სამთავრობო სიახლეების გაზიარებას და პოსტების წერას, სადაც ემხრობა ამ მთავრობას. იმ მასწავლებლებს, რომლებიც მიტინგზე დგანან, არაფერს ეუბნება. ორმაგ თამაშებს თამაშობს ქალბატონი ქეთევან დავლიანიძე. ეხლა კი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი გადავდივართ მთავარ თემაზე. წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ მიმოწერებს და ალბათ ყველას გახსოვთ გახმაურებული სკანდალი მოძალადე დეკანი მამუკა ჯორბენაძის სანათესაო წრე როგორაა დასაქმებული ამ უნივერსიტეტში და მოგითხრობთ მის შესახებ მოკლე ინტერვიუს. წავედით. მამუკა ჯორბენაძე დეკანი მოძალადე, რომელმაც იძალადა, ალბათ გახსოვთ ყველას ეს კადრები, 4 სტუდენტის ერთად ირაკლი დევაძეზე, შეგახსენებთ.
აი ეს კაცია, რომელსაც თან რუსულად აწერია სახელი გვარი და აპროტესტებს თურმე რუსულ მთავრობას და ეს ადამიანი თავისი 4 სტუდენტი ძის ციხეში, რომელმაც იძალადეს ფიზიკურად კონკრეტულ ადამიანზე. შესაბამისად წარმოგიდგენთ ეხლა ჩატს ბატონი მამუკა ჯორბენაძის მიერ ორგანიზებულ, სადაც თავმოყრილია უამრავი სტუდენტი და მათ შორის ლექტორები, რომლებიც უწევენ აგიტაციას, რომ სტუდენტები აამხედრონ და გაიყვანონ მიტინგზე. ჩვენ მოვიპოვეთ ჩატის ექსკლუზიური მიმოწერები. ეხლა გაჩვენებთ აკაკი ჯაშის თეატრის მხატვარი, როგორ ორგანიზებას უკეთებს სირცხვილის კორიდორის მოწყობას და მათ შორის ქალბატონი ქეთევან ვაჩეიშვილი, ხარისხის სამსახურის უფროსი, როგორ გეგმავს სტუდენტებთან ერთად, რომ მოაწყონ სირცხვილის კორიდორი და მაქსიმალური არეულობა გამოიწვიონ ქვეყანაში. ვასაჯაროებ ჩატის მიმოწერას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, როგორ ორგანიზებას უკეთებს დეკანები, ლექტორები და სტუდენტები, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, გავიდნენ მიტინგზე და ასე შემდეგ. ეს არის ჩატის მიმოწერა, რომელიც ექსკლუზიურად მოვიპოვე. მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება, მთავარი კიდევ წინ არის. ბატონი მამუკა ჯორბენაძის ნათესავები ხელოვნების უნივერსიტეტში არიან დასაქმებული. დედა მაგული ბაბუნაშვილი და ჯორბენაძე ნინო და დედამთილი დის რძალი და რა თქმა უნდა დიშვილი, რომელიც სტუდენტია და უფასოზე სწავლობს. ასევე ეს დიშვილი შეყვარებულია იმ ახალგაზრდა გოგონაზე, რომელმაც ცრუ ინტერვიუ მიცა თეა ცაგურიას თემასთან დაკავშირებით. თქვენ სიყვარულს მივესალმები, მაგრამ ჩვენ არ გვინდა 21 საუკუნეში რომეო და ჯულიეტა, რომელიც ვერ შეინარჩუნებს სამშობლოს სიყვარულს და გადააყოლებს თავის პოლიტიკურ ამბიციებს მოძალადებიძიას ნატირებზე. პირველ რიგში უნდა გიყვარდეთ სამშობლო და უერთგულეთ მას. ასევე ქეთევან ვაჩეიშვილი, ხარისხის სამსახურის უფროსი, კარგი მეგობარი მამუკა ჯორბენაძის, ორგზის არჩეული განუსაზღვრელი ვადით ასრულებს მუშაობას და ასევე გახლავთ გაფიცვების მთავარი ორგანიზატორი. მათი კლანის კიდევ ერთი წევრი იამზე ჩიჩუა, საქმეთა მმართველი, სამსახურში დასაქმებული ყავს შვილი ანა პაიჭაძე, გაფორმებული ყავს ქმარი ელექტრიკოსად. ჯორბენაძე სამსახურიდან აძევებდა ყველას, ვინც არ მოუვიდოდა თვალში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სამსახურიდან გაუშვა ცნობილი რეჟისორი ზაზა ხალვაში. ყველანაირად ეცადა სამსახურიდან გაეშვა პროფესორი ოლიკო ჟღენტი, სულიკო ჟღენტის შვილი. ეს ის სულიკო ჟღენტია, რომელიც იყო ჯარისკაცის მამის სცენარისტი. დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან გადააყენა რეჟისორი და პროფესორი ვაჟა ბიბილეიშვილი. ძალდატანებით დააწერინა განცხადება წასვლაზე. და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და საუბრობენ ნეპოტიზმზე, პროტესტებენ აქციებს, გამოყავთ სტუდენტები, ლექტორები და გვეუბნებიან ჩვენ საზოგადოებას, რომ თურმე უნდა შევიწყალოთ მამუკა ჯორბენაძის ნაირი ადამიანები, რომელმაც თავის სამსახურში მოაწყო ჩვეულებრივი ნეპოტიზმი და დაასაქმა მთელი არმია, რომელიც დღეს მიტინგზეა გასული და აპროტესტებს მათ მიერ შერქმეულ ეგრეთ წოდებულ რუსულ ხელისუფლებას. ეხლა მე მოუწოდებ ხელისუფლებას აუცილებლად, რომ მსგავსი ადამიანები საჯარო დაწესებულებებიდან აუცილებლად გაანთავისუფლეთ სამსახურებიდან და მიუჩინეთ სათანადო ადგილი, იმიტომ რომ ქვეყანას ხავს გაცილებით დიდი პატრიოტი, მასწავლებლები, ლექტორები და მოსწავლეები, რომელსაც ნამდვილად უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და მოსწავლეებსა და სტუდენტებს მისცეს სწორი აკადემიური დონის განათლება. სულ ეს იყო.